საქართველოში დონალდ ტრამპის ვიზიტის პირველი დღე გრძელდება. დღის ბოლოს დონალდ ტრამპი ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ მილიარდერს ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. More and more like for really big things. High schools look like 10 years ago, kind of DNA, and it has. Yes. And this is actually the Lydican mystic, 46 floors. Good. 10,000 years ago, the Greeks took it from here, but it's still the greatest. How are you? დღეს მთელი ქვეყანა თქვენს ვიზიტს ელოდებოდა. ვერ ვიხსენებ ვერცერთი პრეზიდენტის ჩამოსვლასაც კი, რომელმაც ასეთი ინტერესი გამოიწვია. ეს არის ახალი პარლამენტის შენობა, რომელიც 26 მაისს გაიხსნება. საქართველოში სტამბულიდან ჩამოვედი, მინდა გითხრათ, რომ ფანტასტიკურად მიმდინარეობს ჩვენი პროექტი, ძალიან წარმატებულია. დაველოდოთ და ვნახოთ როგორი გამოვა. მინდა გიჩვენოთ რამდენიმე პროექტი, რომელიც საქართველოში განვახორციელეთ. ეს არის ხიდი, რომელიც აქვე ავაშენეთ. ეს კი თურქეთის საზღვართან მდებარე გამშვები პუნქტია, სადაც ხალხს მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლია გავლა. ეს ახალი პოლიციის შენობა, ეს კი ახალი აეროპორტი. ასეთი იქნება ახალი პარლამენტის შენობა, რომელიც უკვე გაჩვენეთ. ერთ თვეში მას უკვე დასრულებული სახე ექნება. The main thing is that you see the Turkish part. ეს შენობა ბათუმში მდებარეობს და მასზე ქართული ამბანია გამოსახული. იდეა მე მეკუთვნის შენობას თქვენი თვალით ნახავთ ამ საღამოს. ძალიან კარგია, საოცარ სამუშაოს ატარებს.